გიორგი უშიკიშვილმა საბაკალავრო პროგრამა ააწყო, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში ტრადიციული ხელოვნების მიმართულებას უყრის საფუძველს. ქორეოგრაფია და ტრადიციული მუსიკა, უფრო ზუსტად, რას მოიცავს ეს მიმართულებები, რა გამოარჩევს ამ სასწავლო პროგრამას, რით უპასუხებს ის თანამედროვე გამოწვევებს და სად შეიძლება დასაქმდნენ ტრადიციული ხელოვნების მიმართულების კურსდამთავრებულები. ამაზე უკვე სრულად ჩამოყალიბებული ხედვები აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციული ხელოვნების პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელს გიორგი უშიკიშვილს, რომელმაც თავის გუნდში ეთნომუსიკოლოგები შემოიკრიბა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ოთარ კაპანაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ ერქვანიძე. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მიხარია, რომ ჩვენთვის, ჩვენი იდენტობისთვის ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებთან ვრუნდებით დღეს. იმაზე სასაუბროთ, რომ მაყურებელს აბუხსნათ ტრადიციული მუსიკისა და ქორეოგრაფიის მიმართულება, როგორ ინერგება კიდევ ერთ უნივერსიტეტში, ეს საქართველოს უნივერსიტეტია, შევახსენოთ მაყურებელს. გიორგი, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო, მივესალმო თქვენი გუნდის წევრებს, რომელიც შემოიკრიბეთ და ვიცი რომ ერთმანეთს ახლა ზურგს უმაგრებთ, იმიტომ რომ ახლის დაწყება არ არის ადვილი და ეს ყველამ უნდა კარგად იცოდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს გავიხსენებთ იმ გამოცდილებასაც, რაც აქვს თითოეულ თქვენგანს, ხო? და შენც, გიორგი, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობს, როგორ რა პროფესიაში შეიძლება იპოვოს თავი. და არა მარტო ისწავლოს, არამედ დასაქმების პერსპექტივებით დაინახოს. დღეს ამ გადაცემაში სწორედ ამას ვაპირებთ. მოგესალმებით და მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა შენთან სტუმრობა, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდი ჩვენით. მე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ნამდვილად დიდი შესაძლებლობების ფანჯარა გაგვიხსნა, იმიტომ რომ შენ კარგად მოგეხსენება და მაყურებელსაც ეს არ არის ის მიმართულება, რომელიც თქვა რაღაც განსაკუთრებული რაღაცა ფინანსური შემოსავლებით გამოირჩევა და რაღაცა უნივერსიტეტისთვის იქნება რაღაცა დიდი შემოსავლების და მოგების, ასე ვთქვათ, რაღაცა მიმართულება, მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტმა დაინახა მთავარი, ეს მთავარი სწორედ არის ის, რომ ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ეს გაგრძელდეს, იმისთვის, რომ სწორი განათლება მიიღოს ადამიანმა, იმისთვის, რომ ჩადოს ინვესტიცია სწორედ აი ჩვენი ტრადიციული ხელოვნების დარგების განვითარებაში. ამისთვის მადლობა უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სწორად დაინახეს და ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რატომ არის ეს საქართველოს უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ეს არის რომ პირველად ხდება ის, რომ ფაქტობრივად ასეთ კერძო უნივერსიტეტში, ამხელა უნივერსიტეტში, რომელსაც 9 მიმართულებებიც აქვს და დაემატა ჩვენი 2 მიმართულება, ეს არის სიმღერა და ქორეოგრაფია და ეს იძლევა საშუალებას, რომ ძალიან მაღალი ტექნოლოგიურ დონეზე, ძალიან კომფორტულ გარემოში, როგორც ქორეოგრაფებმა, ასევე მომღერლებმა და მუსიკოსებმა მიიღო განათლება. მე მინდა შენ კი თქვი, რომ მე დავიწყე ეს ინიციატივა, მაგრამ მე სულ ამბობ ამას, რომ ეს 2 ადამიანი რო არ ყოფილიყო, მე ამას ხელს არ მოვკიდებდი. იმიტომ რომ ეხლა შემოდიოდი, ვამბობდი, რომ რაღაცა მე ვთვლი, რომ რაღაცნაირად მე უნდა ვიყო ის ადამიანი, ვინც აი თქვა მათ 2 ადამიანს და კიდე ვინც იქნებიან ჩვენთან და ძალიან ბევრი პროფესიონალი იქნება. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ვინც არის საქართველოში ყველაზე მაგარი, ყველა ჩვენთან იქნება და ჩვენ მე რაღაცნაირად პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ მათ შეექმნათ ყველა ის პირობა, რომელიც აუცილებელია. მალხაზ ერქვანიძე, რომელსაც აქვს უდიდესი დამსახურება ქართული სიმღერის, ქართული გალობის წინაშე, უდიდესი დამსახურება, ძალიან დიდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მისი შემოქმედება ეს არის ყველასთვის ნაცნობი, დაწყებული, რა ვიცი, ანჩის ხატით და შემდეგ გაგრძელებული კიდე უამრავი იმ ახალგაზრდული გუნდების სახიობა, ძალიან ბევრი ის რეგიონებში არსებული ფოლკლორული ანსამბლები დღესაც დადის მალხაზი. ყოველ კვირა დადის ეს დასავლეთ საქართველოში და ჩერდება გაჩერების ადგილები აქვს, სადაც მიდის და ახალგაზრდებს უწევს კონსულტაციას. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს და ამიტომ მალხაზისთვის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება ის ადგილი, სადაც ის შეძლებს, რომ მაქსიმალურად თავის ცოდნა გამოიყენოს და მაქსიმალურად ეს ცოდნა ვთქვათ ახალგაზრდებს გადასცეს, ხო? და კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ
ეს პროგრამა არ გაკეთდებოდა, თუ არ იქნებოდა მე არ მოვკიდებდი ხელს პირდაპირ გეტყვინინო, აი ეს ორი ადამიანი რო არ იყოს ფაქტობრივად ამაც გამო შეიქმნა მალხაზის და ოთარის გამო შეიქმნა სწორედ ეს პროგრამა, იმიტომ რომ მე ძალიან შემეშინდებოდა ამას მარტო ნამდვილად ვერ გავაკეთებდი მათ გარეშე. ამიტომ ესენი არიან აი საყრდენი რაღაცა საძირკველია სწორედ ამ პროგრამისა არის მალხაზი და არის ოთარი და მე მინდა მათ ორივეს ძალიან მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ დათანხმდნენ და არიან ჩვენს გვერდით და რა ვიცი მე იმედია რომ რაღაცნაირად საერთო ჯამში კარგი ქართული საქმე გაკეთდება. ხო, ამის მნიშვნელობას აუცილებლად მიხვდება დღეს ჩვენი მაყურებელი. პირველ რიგში ძალიან დიდი მოწიწებით მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო მალხაზ თქვენთან გადმოვალ. კითხვით, იცით რა? ის საქმე რასაც თქვენ უნდა მოკიდოთ ახლა ხელი და საქართველოს უნივერსიტეტში ვინც ამ ტრადიციული ხელოვნების მიმართულებაზე ჩააბარებს, ხო? წელს სექტემბრიდან უნდა მიიღოთ პირველი მსმენელები. ბაკალავრიატში. ჯერ ეს ერთი პირველ რიგში მინდა რომ გავიაზროთ, აი რა გამოწვევების წინაშეა ახლა ეს საქმე და რა არის თქვენი მთავარი მიზანი? ამას გეკითხებით მით უფრო იმის ფონზე, გიორგიმ შეგვახსენა რომ თქვენ ხშირად დადიხართ რეგიონში ისევ და კონსულტაციებს უწევთ ახალგაზრდებს. ეს ახალგაზრდების შემსრულებლები არიან თუ ხელმძღვანელები? და ვის გაზრდის ეს საბალაკლავო კურსია, ეს მინდა გავარკვიოთ თქვენთან ერთად. დიახ. პირველ რიგში მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მინაიდან გამოუკლეველ არის ღმერთის გზები, როგორც ნათქვამია და ეს ისეთი საქმეა ქართული საეკლესიო გალობა და ქართული ხალხური სიმღერა, ეს არის პირველ რიგში სული ზეიმი გალობა და ქართული სიმღერა კიდევ სულიერი ფშინის ზეიმია, ესე ვთქვათ, რომელიც სულიერი იდეალებისკენ მიემართება და ეს საქმე მოდის 1000 წლეულებია და ამ საქმეს არ უწერია დამარცხება და განწირული არ არის ეს არ დავიწყების, იმიტომ რომ ეს არის არა მარტო ქართველების თავარი სავიზიტო ბარათი და ჩვენი თავარი მონაპოვარი საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული, არამედ ეს არის მსოფლიო საგანძურის დიდი ნაწილი. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა განიზრახა ასეთი ამბავი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო და ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან გვთავაზობს არაჩვეულებრივ გარემოს და პირობებს, რომ ეს საქმე განვითარდეს. კიდევ ერთხელ ერთი დიდი აგური დაიდო სამთავროდ. თავარი გამოწვევა ეხლა რა არის? თავარი გამოწვევა და რასაც ჩვენ უმიზნებთ, არის კვალიფიცირებული, მაღალ კვალიფიცირებული კადრი, რომელსაც ეწოდინება ქართული ტრადიციული მუსიკა, საეკლესიო გალობა იქნება, სიმღერა იქნება თუ კილოში კითხვის წესი იქნება თუ ის დაეუფლება ამ უნარებს, არაჩვეულებრივად შეისწავლის ის არა მარტო ამ გალობას და სიმღერას, იქნება პედაგოგიური გამოცდილება, ემღერება, ეცეკვება კიდეს ნაწილობრივ მას და რა თქმა უნდა სამეცნიერო უნარჩვენებს მიიღებს. ანუ ისეთი კადრი გვინდა გავზარდოთ. და ამასთან დაკავშირებით ეს გარკვეული გამოცდილება რა თქმა უნდა გვაქვს უკვე არაერთი 10 წლების დაგვიგროვდა უკვე ამ ამბავში ამ არსენალში და ჩვენ ვფიქრობთ რომ აი სწორედ ეხლა არის ის დრო როდესაც ჩვენ ქართველები ამას მარტო პრაქტიკულად კი არ შევისწავლოთ და სამეცნიერო დონეზე აი ერთობლივად მოუყრით ამას თავს ვინაიდან ქართული ტრადიციული მუსიკა იმდენად მდიდარია რომ ის არ შეიძლება არ ისწავლებოდეს ქართული სამუსიკო აღზრდის სისტემის გარეშე. ანუ ჩვენ ამისთვისაც ვზად ვართ და მინდა გითხრათ რომ იგივე უნივერსიტეტის ფარგლებში ჩვენ ხსნით პარალელურად ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლასაც, სადაც ბავშვები შეისწავლიან იმ სამუსიკო უნარჩვენებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოდიოდა ჩვენამდე, როგორც გალობის, ასევე სიმღერის. უნივერსიტეტის ფარგლებში იქნება ეს სკოლა? კი, ეს იქნება სიმღერისა და მე გავაგრძელებ ამ თემას, ბატონ მახას. ეს იქნება ფაქტობრივად სიმღერისა და ცეკვის, სადაც ბავშვები მოვლენ და ფაქტობრივად აი ერთი ჯაჭვი იქნება შემდეგ, ანუ ბავშვობიდანვე აღიზრდებიან და ვინცაც უნარები გამოვაჩნდება შემდეგ, მას პირდაპირ შეუძლია რომ ბაკალავრიატში გააგრძელოს, ჩვენ მალე გვექნება ასევე მაგისტრატურაც უკვე და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ აი
ბავშვობიდანვე, თქვა 5-6 წლის ასაკიდანვე მოვამზადეთ იმისთვის, რომ აი განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც აი დაინტერესებულები არიან ქართული სიმღერით, ქართული ცეკვით, ქართული გალობით, უკვე ბაკალავრიატში მოხდნენ საქართველოს უნივერსიტეტში. ან რაღაც ერთგვარი რაღაც ჯაჭვი იქმნება, სექტემბრიდან ეს სკოლა გაიხსნება საქართველოს უნივერსიტეტის, როგორც ქორეოგრაფიაში, ასევე ხალხურ მუსიკაში და აი ის პედაგოგები, რომლებიც ფაქტობრივად ეხა ბაკალავრიატში ასევე ისინი იქნებიან პედაგოგები სწორედ რო სკოლაში. ბავშვებთანაც. კი ბატონო, 3 წლიანია ეს საბაკალავრო პროგრამა და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, ვინაიდან ჩვენი გადაცემა და ეს პლატფორმა ძალიან ხშირად განათლების სხვადასხვა პროგრამებს მიმოიხილავს ხოლმე და აცნობს მაყურებელს, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ აი ამ 3 წლიან პროგრამაზე უკვე არაერთი უმაღლესი ცდილობს გადაიყვანოს რაღაც მიმართულებები. პირველ რიგში იმიტომ რომ მალე მოხდეს პროფესიის დაუფლება და შესაბამისად დასაქმება და ჩვენ სხვადასხვა ამ თქვენი მიმართულების დასაქმების პერსპექტივებიც გვაინტერესებს, მაგრამ პირველ რიგში მინდა აუხსნათ მაყურებელს, ვინც გადაწყვეტავთ იმან ისაუბრეთ ამ თემაზე, როგორ შეეწყობა ხელი სწორედ 3 წლიანი პროგრამით რეგიონიდან დაინტერესებულ სტუდენტებს. ოთარი იტყვის ამ თემაზე კარგად. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მე შევერთდები მადლიერების სიტყვებს. მადლობას გადავხდი საქართველოს უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის და ხელშეწყობისთვის. ამჯერად რაც შეეხება პროგრამას, ეს პროგრამა რამდენიმე თვალსაზრისით არის უნიკალური და ახალი. ჯერ ერთი იმ მხრივ რომ 3 წლიანია და ნაკლებ დროს ხარჯავს სტუდენტი პროფესიის დაუფლებისთვის. გარდა ამისა, პრინციპულად ახალია კვალიფიკაცია, რომელიც მათ მიენიჭებათ, ეს არის საშემსრულებლო ხელოვნების ბაკალავრი ტრადიციულ მუსიკაში. აი ამ შინაარსის კვალიფიკაცია ენიჭება და თუ კი შევადარებთ სხვა სასწავლებლებში არსებულ პროგრამებს, ასეთი კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს და იქ არის საეკლესიო და საგუნდო გუნდის დირიჟორი და ლოტბარი. აი ამ ბოლო სიტყვას განსაკუთრებით ჩავეძიები, რაც შეეხება დირიჟორობას, ჩვენ პრინციპულად ეს პროგრამა აღებული გვაქვს ტრადიციული საშემსრულებლო ნორმების დაცვისკენ. რისთვისაც და აი ამ ჩვენ ტრადიციული მუსიკისთვის ძალიან არაბუნებრივი რამ არის დირიჟორობა, რომელიც ძალიან ხშირად ცალკე საგნად იკითხება. ანუ ჩვენი პროგრამა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ტრადიციული, აუთენტიკური პირველადი შემსრულებლობის პოპულარიზაციისკენ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. არის დატვირთული პროგრამა და ძალიან მრავალფეროვანი. ვინც მოვა, უნდა ისწავლოს. სხვანაირად არ გამოვა. რთული პროგრამა. საქართველოს უნივერსიტეტის ის სეგარი, ხო? თუ სწავლა გინდათ. ვისაც სწავლა უნდა, ვისაც სწავლა უნდა, ძალიან დიდ ცოდნას აიღებს. პროგრამა საინტერესო და დატვირთულია, ერთმანეთთან აერთიანებს, ეს არის საშემსრულებლო პროგრამა, მაგრამ შემსრულებლობასთან ერთად კურსში ინტეგრირებულია თეორიული ნაწილი და ასევე ნოტირების ნაწილი, ანუ ერთდროულად რამდენიმე რამე სწავლობს და გარდა ამისა შემოქმედებითი ნაწილი. აი ამ სწავლის პროცესში განსაკუთრებით ბატონი მალხაზი დანერგილი სისტემით რო ვისარგებლოთ, სწავლობს იმპროვიზებასაც. ანუ მხოლოდ შრალი სწავლება არა, ანუ შემოქმედებითაც იაზრებს. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა ბოლოში ტრადიციული დაუსტატება ტრადიციულ გარემოში, სადაც სტუდენტ შეუძლია რომ წავიდეს და რეგიონში კონკრეტულ მესაკრავესთან ან მესიმღერესთან უკვე ადგილობრივად ეზიაროს აი ამ კულტურას, რაც უმნიშვნელოვანესი რამ არის. მათთან იცხოვროს ფაქტობრივად. კი, ცნობიერების გაფართოებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ მომავალში გააგრძელოს სწავლა და კიდევ აუცილებლად საექსპედიციო გამოცდილებასაც მიიღებს. რაც ასე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც მუშაობს. ანუ ინტეგრირებული, რთული, დატვირთული ძალიან საინტერესო პროგრამაა, სადაც როგორც გითხარით, ერთმანეთთან შეწყმული საშემსრულებლო პრაქტიკული ნაწილი, თეორიული და შემოქმედებითი. გარდა ამისა, ბოდიში ბარემ კიდევ ვიტყვი. მაღალი პედაგოგიური კლასი რაც იქნება აქ, აი განსაკუთრებით ახლა აქ ორი ისეთი ადამიანია წარმოადგენელი. ბატონი მალხაზი ფაქტობრივად ჩემთვის არ იქნება როგორც ქართული ტრადიციული გალობის ამღორძინებელთან დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ცოტა მანამდე კი დაიწყეს. გიორგი უშიკიშვილიც იცით რომ საეტაპო მნიშვნელობის მომღერალია კახურ სიმღერაში. ასევე ბატონი მალხაზიც ისეთი ანსამბლების ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ფაქტობრივად ჩემი და ჩემზე უმცროსი თაობის გემოვნება ჩამოაყალიბა. ამიტომ თუნდაც მარტო ეს ორი ადამიანი, სხვებს აღარ დავასახელებ.
იმიტომ რომ ვინც ყავს ძალიან მაღალკვალიფიციური კადრი. დამატებითი დეტალების შესახებ ხვალ შეუძლია აი ეს საინტერესოა. ხვალ ჩვენ გვაქვს ღია კარის დღე საქართველოს უნივერსიტეტში 2 საათზე. ვისაც ჩვენი პროგრამა აინტერესებს მოკლედ, შეუძლია რომ ხვალ 2 საათზე საქართველოს უნივერსიტეტში უბრალოდ რო თქვას რომ ღია კარის დღეზე მივიდივართ, ყველა შემოუშვებენ ღია კარი ხვალ სწორედ ამ პროგრამისთვის. აქვე ნინო მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო რომ სწორად თქვა ოთომ რომ ჩვენ ოთარმაროს ჩვენ მაქსიმალურად მივდივართ აი ტრადიციული შემსრულებლობის კუთხით რომ უფრო მეტად დავანახოთ ის ფესვები და ძირები რომელიც აქვს იმიტომ რომ მე მაგათ ასე მიმაჩნია რაღაც ადამიანი როცა სახლს აშენებს ხო ნებისმიერი კონფიგურაციის სახლი შეიძლება ააშენოს ნებისმიერი მასალით მაგრამ თუ საძირკველი არ არის ძლიერი ხო ეს ყველაფერი დაინგრევა უბრალოდ ხო თუ საძირკველი მყარია იმაი შეგვიძლია აგურითაც ააშენო, შუშითაც, ხითაც და ასე შემდეგ. რომ ეს არის ის საძირკველი, რასაც ჩვენთან ისწავლიან, ეს არის ფესვები, რომელიც აუცილებელია, რომ ამ კუთხით ადამიანის განათლება ქონდეს. სწორედ იმიტომ, რომ ეხლა მაგალითად შეიძლება ამბობ ხოლმე, რომ ადამიანი კარგად ბღერის, რაღაც თავის იმპროვიზაციას აკეთებს, იმპროვიზირებს, რაღაც საკუთარს აკეთებს, მაგრამ ესეთი ადამიანები შეიძლება იბადებოდნენ, რომ თქვა ამის დიჭი აქვს, მაგრამ არ არსებობს, რომ ეს ყველაფერი შეძლო შენ თუ არ იცი კარგად რასთან გვაქვს საქმე. თუ არ იცი ვინ როგორ მღეროდა, თუ არ იცი აი ეხლა ზოგადი საუბარი რო არ გამოგვივიდეს, ან სფეროში ჩახედულ ადამიანებს ისმით ალბათ ახლა რასაც გულისხმობთ. მე კი ვალდებული ვარ ჩემს მაყურებელს ძალიან კონკრეტულად აუხსნათ ბატონმა ახლა თუ შეიძლება თქვენთან ერთად ერთი რამ აი ბატონმა ოთარმა ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა ეხლა როდესაც ვსაუბრობ ტრადიციულ მუსიკაზე ჩვენ და იმ ავთენტურობაზე ხო რასაც გაუსვა ხაზი დირიჟორის ფუნქციას ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ხო აი წარმოგიდგენიათ რომ შესაძლოა სოფლად სადაც სრულდებოდა სხვადასხვა განწყობის მიზეზის ხასიათის გამო ქართული მუსიკა და ქართული სიმღერა ამ დროს ვიღაცა იღებდა ხელში დირიჟორის ფუნქციებს იღებდა ხო, მაშინ აგვიხსენით, რატომ არ ჭირდება დირიჟორი? ეხლა გეტყვით, ესე იგი, ქართული სიმღერა და ქართული გალობა რა იყო, იცით, ეს დიდი ჩავარდა მოხდა კომუნისტების პერიოდში, მოგეხსენებათ, გალობა საერთოდ აიგდალა, სიმღერას კი უწყობდნენ ხელს, მაგრამ გაწყდა ჯაჭვი, გესმით, ამ მუსიკალური აღზრდის ჯაჭვი გაწყდა, რომელიც ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას. ანუ დაიკარგა ის აღზრდის სისტემა, რომლითაც ქართველი ადამიანი იზრდებოდა ქართული მუსიკით. ეხლა თავარი ამბავი რა არის ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტებს წლებია უკვე და ჩვენ პრაქტიკულად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში და განსაკუთრებით მე იმედება ის სკოლა, საბავშვო სკოლა, სადაც ეს ბავშვები მოდიან, პრაქტიკულად ვქმნით ევროპული მუსიკალური აღზრდის სისტემის სანაცვლოდ საპირწონედ ქართული მუსიკალური აღზრდის სისტემა, სადაც ბავშვები ისწავლიან ქართულ მუსიკას სისტემურად, კილოში იაზროვნებენ, ზეპირის სწავლების ტრადიცია გვაქვს ჩვენ აღდგენის, სადაც ერთი ხმის გაგონებისთანავე იმას სამი ხმა ესმის, ანუ სამების პრინციპს ვნერგავთ და ასე შემდეგ და ეს უამრავი ისეთი დეტალებია ნამდვილად აი ადამიანს ვისაც მართლა სწავლა უნდა და ვისაც აინტერესებს ეს სფერო უნდა მოვიდეს აქ სწორედ ვინაიდან ჩვენ ამას ვნერგავთ კომპლექსურად. თავარი ამბავი რაც სწორად დასვა ნასვინინო შეკითხვა ამ დირიჟორთან დაკავშირებით მე ვფიქრობ რომ ანუ ჩვენ რატო არ მივეცით ამის კვალიფიკაცია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თეორიაში ანგრევს ყველაფერს ერთ-ერთი სიტყვა. ხო და აი გინდა ზუსტად ჩვენ მაყურებელს აუხსნა კარგად. თქმელი და დამწყები ქვია ძირითად წარმართულ ხმას ქართულ სიმღერაში. დირიჟორის ნაცვლობას ყოველთვის ისწევდა. ის იწყებდა სიმღერას, ის ამთავრებდა, ის განსაზღვრავდა ტემპს, ხანგრძლივობას, სიმაღლეს. ძალიან მარტივია. დირიჟორი ჭირდება გუნდს. ქართული ხალხური სიმღერა პროცენტული თანაფარდობით რო ავიღოთ, დაახლოებით 80 შეიძლება ცოტა მეტი პროცენტიც კი არის ანსამბლური ბუნების. ანუ არ ჭირდება ძალიან დიდი გუნდი. აი სადაც თავი და თავი. მე ეს მასობრივი შესრულება განსაკუთრებით დამკვიდრდა, ამის აუცილებლობა დამკვიდრდა საბჭოთა პერიოდში. მაშინაც კი იყო სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი ჯანსუღ კახეძის შვიდკაცა, რომელმაც დაამსხვრია ეს სტერეოტიპი, მაგრამ დღემდე არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ მაინც და მაინც გუნდი ჭირდება და სიამდვილეში ამ ჩვენ გუნდის მომღერალს კი არ ვზრდით. ჩვენ ვზრდით სოლისტს, რომელიც იქნება ძალიან კარგი სოლისტი, ეცოდინება გალობაც, სიმღერაც, საკრავებზეც დაკვრაც. გარდა ამისა, ისეთი ცოდნა ექნება, რომ სურვილი შემთხვევაში არ გაუჭირდება რაიმე ანსამბლის ფორმირება და ორგანიზება. ხო და აი ხო, რადგან ფოლკლორის ყოფილი
ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან გვაქვს თან საქმე და ზოგადად ვიცი რომ ჯგუფი ბატონი მალხაზიც ხშირად დადის რეგიონში, მოდი თუ შეიძლება აუხსნათ მაყურებელს აი ეს გამოწვევები რაზეც შეიძლება აი ამ თქვენმა საბაკალავრო პროგრამამ სწორი და ადეკვატური პასუხი გასცეს და გულისხმობ რას იცი გიორგი აი ბატონ მავთორმა გითხრა რომ გარდა იმისა რომ ზრდისო ეს პროგრამა გაზრდისო როგორ შემსრულებელს ასევე კაცს რომელმაც შეიძლება ითაოს ან ქალს ამას შესაძლოა ხო რა თქმა უნდა ხო ადამიანს რომელმაც შეიძლება ითაოს კოლექტივის ხელმძღვანელობა ხო აი რა გამოწვევებია დღეს ამ მხრივ აი მაგალითად როცა ვლაპარაკობ დირიჟორის ფუნქციაზე ხა მეც მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება ძალიან სასიმღერო გუნდებში და კარგად ხვდები რომ სულ ფრაზე შესრულებულ ნაწარმოებში ხო უფრო მეტი ინტერპრეტაციის საშუალება გქონდა ჩვენ მაგალითად ჩემს ახალგაზრდობაში ვიდრე სცენაზე როცა ჩემი უსაყვარლესი ვოტბარი ზურა სიხარულიძე ხელს როგორც დაიქნევდა ისე უნდა გაგვეკეთებინა ყველას ანუ მაინც რაღაცა ყალიბებში გვსვამდა ხო ის იმდროინდელი სისტემა აქ პირველი ხმა გათავისუფლებს ხო წამყვანი ხმა გათავისუფლებს ამ ინტერპრეტაციებში აი ჩემი მეგობრები უკეთ სიტყვი არ მაგრამ ბუნებრივია აქ ეგრეთ წოდებული გაორმაგებული ხმების არარსებობაა ძალიან მნიშვნელოვანი ხო, როდესაც მაგალითად ზედახმები თითო-თითო არიან და ფაქტობრივად თელი სიმღერის ასე ვთქვათ წარმართვა არის ამ ადამიანებზე დამოკიდებული. ანუ მოდი რო ვთქვათ პირდაპირ ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც ვთქვათ სამი პირველი ხმა ერთად დაჯდება, მაგალითად, დასხდებიან ერთად და ბევრს იმეცადინებენ სამმა ერთად როგორ იმღეროს ერთდაიგივე მელოდია. ანუ ის წარმოვიდგინოთ რომ ის სამი სადაც არ იმღერებს ნებისმიერ კონცერტზე ის იქნება მხოლოდ ერთნაირი მელოდია ხო ერთნაირად იმღერებენ ყოველთვის ყველა ჯერზე ნასწავლი იქნება და ეს იქნება ეს მხოლოდ ქართული სისტემა კი არ ასწევა ანუ თელ სოფლიოში ბევრგან მათ შორის აი ესეთი სისტემა რომელიც აგებულია იმპროვიზაციაზე ხო იგივე საიდანაც მე წამოვიდა ჯაზი მაგალითად როგორც ეს ვთქვათ იმპროვიზაცია მუსიკა რომელიც დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე ხო ჩვენ ხო ვერ წარმოგვიდგია მაგალითად სიტყვაზე ვამბობ რომ მაგალითად ოსკარ პიტერსონი დამდარიყო და სამ ადამიანთან ერთად დაეკრა მაგალითად ხო ანუ იმათ უნდა ემეცადინათ კარგად და სულ ერთნაირი იქნებოდა ხო მაგრამ აი ოსტატობა სწორედ ეს გახლავთ რომ ანუ ყოველი შენი ნამღერი უნდა იყოს საინტერესო უნდა იყოს რაღაც ახალი თვალსაზრისით ვერსია ხო ეს რა თქმა უნდა ჩარჩოებს არ გულისხმობს რომ ამას გაცდები შენ ამ ჩარჩოებს და სულ სხვა რაღაცას იმღერებ მაგრამ ეს უნდა იყოს სწორედ აი აზროვნების სისტემაზე როცა აი ბალხაძე და ოთარის საუბრები სწორედ ამ აზროვნების სისტემაზეა საუბარი ხო როდესაც აი იმ სისტემის არ გაცდები იმ სისტემას არ გაცდები აზროვნების სისტემაში ჩვენ ფოლკლორისტებს საგუნდოელებისგან განსაკუთრებით განსხვავებული მიდგომა გვაქვს საგუნდო სხვა რაკურსით ხედავს ამ ყველაფერს უფრო ნოტიდან ხედავს ხო იმას დაწერილი აქვს რომ ესე უნდა იმღეროს ჩვენ უფრო სიღრმისეულად გვაქვს ეს ექსპედიციებში ვართ დასიარულები ის გვესმის მეცნიერულად გვაქვს შესწავლილი განა იმათ თავისი მნიშვნელობა და დამსახურება აქვს მაგრამ რაში ერთი საქმე ქართული მუსიკალური ქართული მუსიკა როგორც გალობა ასევე საგუნდო მუსიკის კონცეფციით და პრინციპით კი არ უნდა ვასწავლოთ, უნდა ვასწავლოთ ქართული სულისკვეთებით უნდა აიყავი აზროვნებით. ქართული აზროვნებით, ქართული მუსიკალური ხედვით. და სხვათა შორის ბატონ მალხაზ იგივე დამეთანხმებით და ყველა დამეთანხმება რომ აი რატომ არის რომ მაგალითად საქართველოში მრავალჟამიერი სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა სიმღერები. ყველა სოფელი განსხვავებულად მღეროდა, ყველა შემსრულებელი. აი რატომ არის ახლა მდიდარი ქართული სიმღერა. სწორედ ამიტომ არის მდიდარი, რომ ყველა სოფელი და სოფელში ოჯახებიც კი აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცებს მღეროდნენ. იმიტომ რომ ხო და ბუნება ქართული სიმღერის და გალობის ბუნება არ შეიცავს მრავალ რიცხოვნობას. ის ცოტათი ახდენს, რა თქმა უნდა, მაკრო შედეგებზე გადის მიკროს საშუალებები. ჩვენთან არასდროს ყოფილა ასკაციანი დირიჟორი ჭირდება ორკესტრს, კაპელას კი ბატონო რაზეა საუბარი. მაგრამ ქართული მუსიკალური აზროვნება და მისი ბუნება მინდა ხაზგასმით თქვა, არ ითვალისწინებს ამ მრავალრიცხოვან და არ საჭიროებს დირიჟორის ფუნქციას. უფრო მარტივად რომ თქვა, ეს არის კლასიკური მუსიკის პრინციპების მისადაგება ხალხურთან, რაც საერთოდ არაა საჭირო. რადგან ხალხურს თავისი საუკუნოვანი ცხოვრება აქვს გამოვლილი და არა მხოლოდ სიმღერებია შენარჩუნებული, არამედ ისიც თუ როგორ სად და რატომ უნდა შესრულდეს. კიდევ უფრო რომ გაუმარტივოთ ჩვენს მენელს, ჩვენი ბუნება ხალხური სიმღერის არის იმპროვიზაციული. აი აგერ ორი არაჩვეულებრივი იმპროვიზატორი გვიზის სხვათა შორის, როგორც ხალხური მომღერლები იყვნენ. მათ უბრალოდ ძალიან ხშირად არ შეეძლოთ ერთი და იგივენაირად სიმღერა.
ეს არის თავარი. მე სხვათა შორის ერთი როცა ბრძანეთ რომ სუფრასთან უფრო ადვილად თავისუფლად უძნობდი თავს ალბათ ესეც იგულისხმეთ. ზუსტად აი ამას ვასწავლით აი ამ პრინციპს. ანუ მე სხვანაირად არ მინდა ვინმე გაიგოს ჩვენ არ ვაკნინებთ არავის, მაგრამ ჩვენი პროგრამა თავიდან ბოლომდე პრინციპულად და ფუნდამენტურად აი ამაზე დგას. ერთი კარგი ისტორია მახსენდება. მაქსიმალურად აუთენტიკურ შესრულების წესებს, ნორმებს, კანონზომიერებებს ვაზიარო და მე თვითონ გადაწყვეტს ადამიანის. ამაზე ერთი კარგი ისტორია მახსენდება, ძალიან ცნობილი შემსრულებელი ყველა მისცემს ხალხური სიმღერა უყვარს გასაკუთრებით გურული ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც იყო თავისუფლად ჩემი ანსამბლის კონსულტანტი და ნუ მადლობა ღმერთს რომ ამ კაცთან გარკვეული დრო მაკატარებული, იმიტომ რომ საუკეთესო რაღაცა მაღებული. ერთხელ მიყვება ისტორიას ვლადიმერ ბერძენიშვილი, რომელიც იყო მისი მამა და რომელიც იყო გენიალური შემსრულებელი გურული სიმღერის. ვლადიმერ ბერძენიშვილი გარსევა სიხარულიძე და ოთარ ბერძენიშვილი ტელევიზიის C სტუდია რო ერქვა, იქ წერდნენ სიმღერას და ხოთაშორის აი ესეთი კრინით ნამღერი რო აქვს იმას რა ქვია ვლადიმერ რომელიც ბანი იყო თავად, მაგრამ ეს პირველი ხმა რო აქვს ნამღერის უნიკალური ჩანაწერებია მაგის და ჩვენ მშვიდობის ვერსია ჩაუწერია ჩვენ მშვიდობა სიმღერა და მოკეთ რაღაც დროს ფირი გაწყდა. მაშინ ხო ეს ფირზე იწერდნენ და მაშინ ვიცი იყო რედაქტორი იმას უთქვია რომ ფანტასტიკური ვერსია იყო ეს ამ ჩვენ მშვიდობისა და მოდიო რა აი გამგვიწყდაო და თავიდან ჩავწეროთ ეს ვერსიაო და მოკეთ ვლადიმერ მცადა და ვერაფრით ვერ გაიმეორა ის ჩვენ მშვიდობა და ოთარი მეუნება მერე რომ დაახლოებით ერთი კვირა ვასწავლიდი თავისივე ნამღერს. ანუ ამ კაც. აი სწორედ ეს არის ის რაც ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ აი ადამიანები არიან, რომლებიც აი ამ სიმღერის პროცესში თან ქმნიან რაღაც შედევრებს რა, შეიძლება ასე იყოს. ამიტომ აი სიტყვა დირიჟორი არის კატეგორიულად ვთქვათ, აი ამის საპირწონე კი არა, სწორედ აი მოწინა აღმდეგე. სკოლისთვის მიუღებელი როგორც ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ანუ თავი ამბავი ეს არის. გასაგებია ხომ არა, სკოლა ეხლა თქვენი პროგრამა სწორედ ამას ეფუძნება და ამის გათვალისწინებით იგება. ჩვენ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. ხო და ასევე ნინო დიდი ბოდიში ჩვენ გარდა იმისა რომ აი ეს უნდა მეთქვა ავთენტური მიმართულებით სწავლოთ ჯირძველ რაღაც ასე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაპირებთ რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები გქონდეს მათ შორის უნივერსიტეტის დონეზე. მათ შორის იგივე ჩვენ ვფიქრობთ რომ სხვადასხვა ტიპის კონცერტებიც გქონდეს, მათ შორის ჯაზთან დაკავშირებით, მათ შორის სხვა მიმართულების მუსიკალური, ასევე ჩვენ ქორეოგრაფიის მიმართულებით განსაკუთრებით ვაპირებთ რომ ყოველ წელს მოვიწვიოთ უცხოელი ქორეოგრაფი ევროპიდან, ამერიკიდან მასტერკლასებისთვის და საერთოდ ჩვენ ამ სტუდენტების შორის ჩვენთან იქნებიან ძალიან გავანებრივი რომ სწორედ რომ აი ავთენტური შემსრულებლების ჩამოყვანით რეგიონებიდან მათთან კონცერტები, სხვა ტიპის მუსიკალური შეხვედრები და ასე შემდეგ, ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ ფართო აზროვნება გქონდეთ და ისინი არ იყვნენ მხოლოდ რაღაცა ხშირად მეკითხებიან ხოლმე ხა რომ მაგალითად რომ აი შენ ალბათ მანქანაში ხალხურ სიმღერას უსმენო ხოლმე ეგებია, მაგრამ ეგეთი გიჟიც არ ვარ ხა რომ რაღაც რეპეტიციიდან გამოდივარ და ისე მანქანაში ხალხურ სიმღერას და ანუ ადამიანს უნდა აინტერესებდეს სხვა რაღაცეები და ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტო საგნებიც არ დაგვაუწყდეს, ძალიან საინტერესო არჩევანი გვექნება ამ თვალსაზრისითაც და დეტალებზე ხვალ ვესაუბრებით სურველებს. იმიტომ რომ ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია ჩვენი პროგრამა, რომ საშუალება გვაქვს უამრავი ძალიან საინტერესო ორი ბლოკი გვაქვს საუნივერსიტეტო საგნების, იქიდან აერჩიოს სტუდენტმა და დაეუფლოს. არჩევით არის საგნები. საინტერესოა და ბოლოს უნდა აერჩიოს რამდენიმე საგანი. იგულისხმება. თუ შეიძლება ბოლო კითხვა მოკლედ სწავლის მსურველი გამოჩნდება აუცილებლად როგორც კი გაიგებს და ალბათ დღევანდელი ჩვენი გადაცემიდანაც არაერთი დაფიქრდება ხომ არ ისწავლოს სწორედ თქვენს მიმართულებაზე, ხო? მაგრამ გიორგი, შენ მინდა კითხო და არ ველოდები ძალიან ვრცელ პასუხს, სად შეიძლება ამ ადამიანებმა ამ დიპლომით შეძლონ დასაქმება. რა ხედვები აქვს მიღებას რაც შეეხება ჯერ ამას გიპასუხებ ორი სიტყვით ზუსტად რომ წელს ყველა შეუულია რომ სწორედ რომ ჩვენი მიმართულება მონიშნოს ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს და ასევე ჩვენ სექტემბერში ვაძლევთ საშუალებას სხვა სტუდენტებს მობილობისა რომ ჩვენს გადმოვიდნენ ჩვენთან სექტემბერში ესეც იქნება. რაც შეეხება დასაქმების ნაწილს, აი ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ რომ თავარი არის განათლება და თავალი არის ცოდნა. მე ასე ვთვლი რომ იყო კონკურენტუნარიანი სწორედ ასე ვთქვათ დასაქმების ბაზარზე უნდა გქონდეს მაღალკვალიფიციური განათლება და აი ჩვენ სწორედ აქ ვთვლით რომ ჩვენ ის ადამიანები რომლებიც განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოვლენ
და ასეთი ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც ასეთ ძირეულს მიიღებს, წოდებას მიიღებს, სწორედ ამ წოდებას გაავრცელებს შემდეგ იქ სადაც აიდანაც ის ჩამოვიდა და სწორედ აი ბევრჯერ ქონია ჩვენ ასეთი შემთხვევა და ამეთანხმება ჩემი მეგობრები, რომ ჩამოვიდა ანსამბლი რეგიონიდან, მაგრამ არ არის ისეთი როგორიც საჭიროა. არის ამოვარდნილი რაღაცა იმ ფესვებიდან, არის არასწორად არის მიმართულება ხელმძღვანელის მიერ მიცემული და ამაზე მე ბევრი შრომა უწევთ ადამიანებს ეს ყველაფერი შეცვალონ და ძალიან ძნელია 25 წელი რო ადამიანს ამ საქმეს აკეთებს, მე უთხარ რომ ვიცი და შენ 25 წელი არასწორად აკეთებდი რაღაცას. ამიტომ აი ეს რო აღარ მოხდეს მომავალში და ჩვენი მნიშვნელოვანი ეროვნული სიმდიდრე და ჩვენს იდენტობას ასახავს და ჩვენი ქართული სიმღერა და ცეკვა, ჩვენ მივიღოთ განათლებული სწორად მოაზროვნე ადამიანები, რომელიც ამ ყველაფერს გაავრცელებენ შემდეგ უკვე იქ საიდანაც ისინი დაიბადნენ. ანსამბლების გარდა შეუძლია დასაქმდნენ ძალიან ბევრი კულტურული ცენტრია, ტრადიციული მუსიკას, რომელიც უცხოეთშიც ყველასთვის იქნება ბევრი ძალიან ანსამბლია. მისაღები კადრი, ხო გარდა ამისა ინგლისურ ენას ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას მაღალ დონეზე რო ისაუბროს და დასაქმებასთან ერთად კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად გაუჩნდება მსგავსი განათლების შემდეგ ადამიანს შემდეგ საფეხურზე სწავლის გააგრძელების სურვილი და ეს კიდევ არანაკლებია ჩემი აზრით დასაქმე ვიდრე დასაქმება. გეთანხმებით რომ დასაქმება არის უნიშნულოვანესი ხა დღეს ისეთი ეპოქაა და აი დასაქმების სფეროები ეს არის თბილისში შეუძლია დასაქმდეს რეგიონშიც. განსაკუთრებით მე რეგიონს გამოყოფ, იმიტომ რომ ყველა ვიცით როგორი მძიმე ვითარებაა იქ და განსაკუთრებით საჭიროა კვალიფიციური ხალხის არსებობა იქაც. არის ვაკანსიები რეგიონებში? იცი რა, სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ხო? და ან მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, აი ვინ არის სხვა, აბა ვინ დავნიშნოთ მაშინ, მე იმ პერიოდს გელაპარაკებ, როდესაც მე დავდიოდი ძალიან ხშირად, აბა სხვა ვინ? ამიტომ აი ეს ასეთი განათლების მიცემა სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ გაჩნდეს ალტერნატიული ძალა. ეს ფათაშური ჩვენ ქონდა ბაზრის კვლევა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, რომ ესაუბრებოდით საქართველოს უნივერსიტეტის ახალ მიმართულებაზე. ეს სახელოვნებო მიმართულებებია, ქორეოგრაფია და ტრადიციული მუსიკა. გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებებს ეთნომუსიკოლოგებთან ერთად, რომლებიც დღეს გვეწვევენ და ვცდილობ, მე მგონი შევეცადეთ, რომ კარგად აგვეხსნა ჩვენი მაყურებლისთვის, რაში მდგომარეობს ეს საბაკალავრო კურსი. მადლობა მალხაზ ერქვანიძეს, ოთარ კაპანაძეს, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გაცემაში მონაწილეობისთვის.